გადაგომძღვია. იქით მე ფერი ჩავ. ფიშება როგორი. მოკლედ დავიღალეთ ბიჭი. აუები არ ვაკადრე. ტრეილერი, რეკლამა. უი, ბაზარი არ არის. გავშიფრე ხალხო. გამარჯობა. გამოიწერეთ ჩვენი ესეთი საქმეზე გადავიდეთ. თუ უკვე გამოიწერეთ არხი, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ. მაშინ გადავიდეთ საქმეზე. როგორც ჩვენი მანქანების კოლექციით მივხვდით, ეს ჩემია, დანარჩენი ჩემი. ვა, ალეხი, როგორ ხარ, ხელი დაუქნეთ ჩვენ. ჩემაც დაგიქნიათ ხელი იქნა. კურსებს განიხილავ. არა. ალბათ გაინტერესებს ალექსანდრე რას განვიხილავ დღეს. დღეს ჩვენ განვიხილავთ ჯოზეფ კოსინსკის ფილმს ფორმულა 1 The Movie. ფილმში მოაწევენ. ახლა ნუ სამი ძირითადი სახეები დავასახლოთ მოდი. ნელსონ ინდრესი და ჰავიერ ბარდემი. მომიყვანი გაიგე სამი. აი ნამდვილი ძმა. ვოუ! ხო, ეს სამთავარი მსახიობია, თუმცა ბრედ პიტის გარშემო მთავარი პერსონაჟი ეს არის, რა ქვია, სონი რაღაცა. ფორმულა 1 არის ჩემი ბავშვობა, აი გიждები მაგ სპორტზე კარგი ხანი არ მინახავს, კარგი ხანი არ რამდენი. მართლა? ანუ კარგი ხანი. მეორე უკიდურესობა ვარ, ანუ ყოველთვის განსაკუთრებით ბოლო 2-3 წელი რაც რაღაც ვიდეოები მხვდება ჩარლზ ლეკლარკი, ხო? მაქსი ჰამილტონი და ასე შემდეგ, მაგათ ვიდეოებს ვუყურებ ხოლმე და არაფერ მანუს ესე мотиваცია რომ აი ბოლომდე ჩავუჯდე. არა და ჩემმა მეგობარმა შათაუთ თეკლაკომ მითხრა რომ რაღაც სერიალია ფორმულა 1-ზე, რითიც შეგიძლია, ანუ გაიცნო ამ სამყაროს და ასე შემდეგ, რაც ძალიან მაინტერესებს და ჩემთვის რაღაც გაცნობითი ფილმი იყო, ასე ვთქვათ. იყო? შენთვის ან არა, ნუ გულსხმობ რომ პირველი ნაბიჯი იყო. მაგას გულსხმობ, ძალიან მარტივი ისეთ სიუჟეტია რა. პენსიაზე გასული ფორმულა 1-ის პილოტი 30 წლიანი პაუზა აქვს, მართალია შეგადაშიქ სხვადასხვა სარბოლო ტურნირებში იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ფორმულა 1 30 წლის შემდეგ უბრუნდება, ახალგაზრდა პილოტი ხდება, რომელსაც ნუ თავისი ამბიციები აქვს, ახალგაზრდის და ვეტერანის რაღაც ჯახი არის. აღწერაში რაღაც ამაზე არის გამახვილებული ყურადღება, მაგრამ აღწერაში მე მგონი იმაზე უფრო იყო გამახვილებული, რომ აი თითქოს მენტორობას უწევსო და რაღაც მე ისეთ რაღაცას ველოდი, აი ჰიუ ჯეკმანი რო თამაშობს Eddie the Eagle. სონიზე იყო მთელი ფილმი აგებული, მაგრამ მისიც ძალიან ისეთი კუთხით იყო აგებული, მოკეთ რო ვისაუბრებთ, უფრო ნათელი გახდა. ვიტყვი რომ მარტივად წასაკითხი სიუჟეტი აქვს. რომ დიალოგების უმრავლესობა გათვლილია იმაზე, რომ კარგი ტრეილერი გამოვიდეს. ოღონდ ანუ რა არის ასწავლეთი IMDb-ში, ანუ ჯილდოების სექციას რო ჩავყევი, ტრეილერისთვის მართლა აქვს რაღაცები მიღებული, 3 რაღაც ან ნომინაცია, ან თვითონ ეს საკაღებული რაღაც ტრეილერების ისიც ყოფილა, მე არ ვიცოდი. რაღაც დაჯილდოება ხო. და აღებული აქვს და ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ ერთადერთი რაც ამ ფილმიდან ჩავინიშნე ყურების დროს იყო ეს, რომ დიალოგები, პაუზებიც კი აი მომენტებს შორის აი გათვლილია ზუსტად იმაზე, რომ ტრეილერში აი ეს პაუზიანა და აი ეს და მე რაღაც დრამატული მუსიკა. ვიცი რომ ბლოკბასტერისგან რაღაც და ამერიკული ბლოკბასტერისგან რაღაც ეს დიალოგებს არ უნდა ელოდო, რა თქმა უნდა. იმას ამბობ რომ რაღაც ცუდი დიალოგები იყო, უბრალოდ მომენტები იყო, აი თან შემიძლია ჩამოთვალო მომენტები, როცა ჩამოთვალე აბა მიდი თუ მაგარი. ჩამოთვალო. ერთს ვიტყვი ძალიან აი მანდ ჩავიწერე, მანდ ჩავიწერე. ბრედ პიტის და ჰავიერ ბარდემის სცენაა. ადგილს თავაზობს სონის. ჰავიერის პერსონაჟს რა ქვია? მაუიერი. ბარიდან თუ სადაც არიან იქიდან გადის და რაღაც ერთი ჩერდება და სონი ეკითხება სასწაულების გჯერაო და ის ჩერდება და არა. აი, არ ვიცი, ტრეილერი არ მაქვს ამის ნანახი. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აი ეს იქნება. აი ზუსტად ვიცი, რომ ეს ტრეილერში არის. ბრავო.
ხო არ არის ტრეილერში დაუწეროთ თათას, რომ თათა შენ არ მაინტერესებს, მაშინ სხვა იმ ჩამოსგან სხვები იქნება. საკმაოდ ბევრი იყო ასეთი მომენტი, ამიტომ არჩევანი ბევრი ქონდა. ზოგადად ძალიან ტიპური ფილმია. ესეთი სხვა ის გამახსენა, ასე მანქანებთან დაკავშირებული ფილმები, ნუ ერთ-ერთი ყველაზე პირველი მანქანები თვითონ. მანქანები 3 2017 წლის მე მგონი ფორდი ფერარის წინააღმდეგ ეგეც და რა მომენტზე გამახსენდა ყველაზე მეტად და რო არ მომეწონა მაგას მე რა ვიტყვი. მართლა მეგონა რომ მანქანები 3-ის live action იყო. ხო, მაგას უყურებდი, ხო ასე ხართ რა? ელვა მაკვინი, old school car და იმ ყვითელ დედალ მანქანას. ახალი თაობის გაუმჯობესებული მანქანა როა, old school როგორ ასწავლის და მე გზაზე დააყენებს მანქანას. ფორმულას მოგევის მერე. ხო, კიდე სხვა რაღაცა ტურნირზე მიდის, რბოლის. და იქაც ეგრე მახსოვს, რომ სადღაც ისეთ ადგილას მიდის ელვა მაკვინი რა, რაღაც გადაღწუებულ ადგილას. ხო, შეიძლება ამას, იმიტომ რომ პირველ ნაწილი მანქანების როგორ არის და ეს ელვა და ჩიჩაო, პაუ, პაუ რა. ძალიან cool და ისეთი აი playboy car. ბრედ პიტიც ხო ეგეთია და მე რო დაბერდა და ეხლა რომ ის არის. დაბერია. კი. კალუტკები აქვს ჩაშლილი. მართლა ძალიან გავს მანქანების სიუჟეტს, მაგრამ მარტო იმისას არა, ზოგადადაც მანქანაც რო ამოვიღო და ბოლო ამბებიც რო ამოვიღო, ძველი თაობის, ახალი თაობის დაპირისპირება არა, უფრო ასეთ ფილმებში ისე ჩანს ხოლმე, რომ ახალი თაობა უპირისპირდება ყოველთვის ძველ თაობას და ის ძველები დაღუნებულები, სერიოზულები რაღაცა თითქოს ყურადღებას არ აქცევენ, უფრო სწორად აიგნორებენ, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ აიგნორებენ და ვითომ ავტომატურად, მაგრამ ამ დროს ანუ შენ თვითონ ფილმში ხედავ სიუჟეტურად, რომ აბსოლუტურად მიზანმიმართულად წარმოუჩნდებიან ხოლმე ამ ახალგაზრდებს მასწავლებლებად. ამ შემთხვევაში კარგი ის იყო, რომ ყველანაირი გაკვეთილი, რაც მიიღო იდრისის პერსონაჟმა, ყველაფერი ხდებოდა ტრასაზე. ყველა გაკვეთილი, რასაც სონი ასწავლიდა, იყო უსიტყვო და ხდებოდა ტრასაზე. პერსონაჟების ურთიერთობები, რადგან წესით უნდა ყოფილიყო აგებული ფილმი, იმიტომ რომ ესეც ფილმები ხო მაღაზია არის აგებული და ამ ფილმსაც ანუ პრეტენზია რეალურად აქვს. აღწერაში ეგწერია, რომ სონის და ჯოშუას ურთიერთობას ეხება. მაგაზე მეტად ფილმის ყურების დროს მე დავინახე ქიმიაც და რაღაცნაირი ინტერესით სონის და რუბენის ურთიერთობის ადმი, იქიდან გამომდინარე, რომ წარსული ქონდათ ერთად გამოვლილი რაღაც ანუ მეგობრები იყვნენ. საინტერესო ურთიერთობა იყო და ზოგადად გონია, რომ მეგობრობაზე საკმარისი ფილმები არ არის. თითქოს განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ნაკლებად იღებენ მეგობრობაზე ფილმებს და უფრო რომანტიული ფილმები, არ ვიცი, შეიძლება მე მგონია, რომ ანუ ესეთი შესაძლებლობები ფილმებში უნდა გამოიყენონ და მე ამ ურთიერთობის განვითარება ვერ დამაკმაყოფილა ვერანაირად რა. რაღაც მომენტში ბოლოსკენ, ანუ ისიც კი გავიფიქრე, რაღაც რომ ვუყურებდი, რომ ბოლო აქტი იყო თხრობის და სონიმ რომ მოიგო, მერე სონის და რუბენს შორის ანუ რამე რაღაც საკვანძო მომენტი თუ იყო თქო, საერთოდ არ მახსოვდა და მერე რომ გადავახვიე, ანუ 5 წლის წინ მომხდარი იყო. გამახსენდა რომ ხო უბრალოდ ის ტროფი რომ აწიეს აერში ერთად და იქამდეც ისეთი ინტერაქციები ჰქონდათ აი განსაკუთრებით საუნდყოფოში როცა სონი რუბენი ეჩხუბება რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა რომ არ უნდა მოეტყუებინა და ასე შემდეგ მაგის მერე ისეთი მოლოდინი გაქვს რომ თითქოს კიდე რაღაც საკვანძო მოდის მათ ურთიერთობაში და რეალურად ანუ არაფერი ერთერთი ქიმია არის დავინახე ეს თუ ისე იყო ამ ორ პერსონაჟს შორის და დანარჩენები ვერც რომანტიკული და ვერც მენტორული ურთიერთობა მე ვერ დავინახე. კარგია სიტყვა რომანტიკული რო ახსენე ურთიერთობებში, იმიტომ რომ ქეითის და სონის ურთიერთობა უნდა ახსენოთ აუცილებლად. ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ გუშინ შევამოწმე უბრალოდ ჯერ კიდევ 24 საათიან ბოლაზე როა და აი იმ მომენტზე გადავხვე, რომ ჩაჯდა უკვე მანქანაში და რომ უნდა გავარდე და მონტაჟით ისე იყო გაკეთებული, რომ ვერ გამოვარდე ცოტა ხანი, შევყავ და მე გავაანალიზე, რომ მოიცა ეს ფილმი წესიერად მაქვს ანახავი ეს რატო ვახსენე, რომ ტექნიკურად საინტერესო რაღაცები იყო, არ ვამბობ, რომ რაღაც ახალი იყო და ნოვაცია და მაგრამ არ არის არავინ ვალდებული, არც ერთი რეჟისორი და არც ერთი ფილმი, რომ სულ ნოვაციები და სიახლეები და რაღაც დღევანდელ დღეს ხო რა სართულია ეგ ამბავი.
ნამდვილად და თან უმეტეს ისეთ ბლოკბასტერზე, რომელზეც ნუ ეს ასეთი ბლოკბასტერი ამაზე გვაქვს საუბარი. რამდენადაც კარგი იყო რაღაცები ტექნიკურად, იმდანაც აი არაფერი არ იყო სიუჟეტურად და ერთ-ერთი ასეთი არის ქეითის და სონის ურთიერთობა. მაშინ ჯერ ვიტყვი ბრედ პიტზე თვითონ მსახიობზე. ბევრსგან გამიგია რომ ასეთი უნიჭვარა ვინახავს და ნუ რაღაცა და ამ დროს ბრედ პიტი თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მსახიობი არის. უბრალოდ სიმპათიურ კაცზე მეტი არის ეს აუ ვინც არ მეთანხმება არც დავუწყებ ახსნას, იმიტომ რომ ისეთი როლები აქვს და ისეთი ფილმები აქვს დადებული, რომ თვითონ ამბობს მისი ნამოქმედარი ყველაფერს. მაგრამ ის საუცელოდ უნდა ვახსენოთ, რა ხდება მის ბოლო ფილმებში, მათ შორის აქაც. მე უბრალოდ აქ მინდა თქვა, რომ ქეითის პერსონაჟიც ეს ქალი ძალიან მეცნო, ესე იგი ანუ რაღაც ფილმებში ნანახი მყავს. ძირითადად თქმა მინდა, რომ გამოცდილება ორივე მსახიობს ძალიან კარგი აქვს. როგორც კი ერთმანეთს ხვდებიან, ეგრევე ხვდები, რომ ამ ორ ტიპს სექსი უნდა კონდეს. ხო, ოღონდ ხვდები იმით, რომ ზუსტად იცი შემდეგი ნაბიჯები ამ ფილმში რა არის. ანუ სიუჟეტს თემას რო დაუბრუნდეთ შენ რაც თქვი, რომ ყველა ნაბიჯი გამოსაცნობია მარტივად. აი მაგით, თორე არა იმით, რომ აი რო უყურებენ ერთმანეთს, ანუ ყველანაირი ქიმიის გარეშე, ყველანაირი ემოციის, ანუ მსახიობები არ გახვედრებენ იმას, მსახიობების გამო ვერ ხვდები, რომ ეს ორი ადამიანი ერთად გაიჩიტება ბოლოს. ხვდები მონტაჟის ხარჯზე და ისეთი მონტაჟით არის ნაჩვენები, ფაქტობრივად სიტყვებით გეუბნება, რომ წარწერა რო ყოფილიყო, რომ აი ამათ ექნება სექსი, აი არაფერს არ შეცვლი და აბსოლუტურად. იქნებოდა წარწერა, არ იქნებოდა, მაინც ერთ და იგივე იქნებოდა. ასეთი რაღაცები არ უნდა გააკეთონ. თუ რაღაცა არის რომ მაგალითად არა ავალდებული რამე ქნას რეჟისორმა, ამ შემთხვევაში ვალდებულია, რომ როცა პრეტენზიები აქვს და ამ ფილმს როგორც ვახსენეთ უკვე რაღაცების პრეტენზიები აქვს, მაშინ ასეთი მონტაჟით ეს არ უნდა გაიკეთებინა ნამდვილად. მხოლოდ ეს ეპიზოდი არ ყოფილა ასე გამარტივებული, ეს უბრალოდ ყველაზე თვალსაჩინო. და მე მგონია რომ მაგ პლაკატურობამ ავნო მენტორი მოსწავლე-შეგირდის ურთიერთობასაც, იმიტომ რომ უბრალოდ აი ფილმის პირველ ნახევარში რაღაც ფრაზებს რო ამბობენ ერთმანეთის მიმართ და ზუსტად რო ხვდები რომ მეორე ნახევარში ამას სხვანაირად გამოიყენებენ და ემოციურად შეიცვლება და ეს იმას გვიჩვენებს როგორ შეეცვალა მათი ურთიერთობა და როგორ მიიღეს ერთმანეთს და როგორ დამეგობრდნენ. გასაგებია რომ ჟანრში ჩარჩოები აქვს ეს ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი და გასაგებია რომ ბლოკბასტერიც რაღაცას მიყვება, მაგრამ ასე მიყოლოთ არ შეიძლება, იმიტომ რომ მაშინ აზრი აღარ აქვს უბრალოდ ახალი ფილმის გადაღებას იმ ჟანრში, თუ რაღაც სიახლეს სიუჟეტურად მაინც არ შემოიტან, ან თუ ორგანულად არ გააკეთებ იმას, რასაც აკეთებ. იმიტომ კი არა რომ ჰიუ ჯეკმანი ძალიან მიყვარს უბრალოდ იმ ფილმში, ანუ ეს მენტორის და შეგირდის ურთიერთობა ძალიან ორგანულია. იქაც არის ხო რაღაც პლაკატური რაღაც სცენარს რომ იყვება, ოღონდ იმ სცენარს, მარტო ფილმის სცენარს კი არა, ჟანრის სცენარს რომ იყვება, მაგრამ ერთი ეს პლაკატურობა, ანუ ამის ბრალი ნამდვილად იყო. ეგ ცალსახაა. მაგრამ აი ბრედ პიტის სამსახიობო უნარებით მაგიტო ვახსენე და ეს ბოლო ფილმებში ძალიან ერთნაირია, ყველგან ერთნაირია. პერსონაჟებიც ამის პრობლემები ძალიან გვანან ერთმანეთს. ერთნაირი არის ამ ბოლო ფილმებში რაც ვნახე რა, აი განსაკუთრებით ბაბილონში და ამაში. კარგ მსახიობს ყოველთვის აქვს თავისი სტილი და რა როლიც არ უნდა გქონდეს და რა ჟანრიც უნდა იყოს და პროტაგონისტი თამაშობს თუ ანტაგონისტს ყოველთვის ცნობ, იმიტომ კი არა რომ სახეზე ერთი და იგივე ტიპია. არა, შესრულების მანერით, ანუ კარგ მსახიობს თავისი სტილი აქვს და ავთენტური, საკუთარი, ეს სხვა რამეა. მაგრამ აი ის რომ თითქოს კოპი-პეისტით აქ რაღაცები გაკეთებული, ბრედ პიტს შევამჩნი. ის პირადი პრობლემები რაც აქვს და ჟურნალისტი ამბობდა, მე მგონი თვითონ ბრედ პიტს კითხეს. არ ვიცი, ესო თქვენ პირად ცხოვრებაშიო რაც ხდებაო, იმას თამაშობთო? ეგ კი არა, საერთოდ ამ ფილმშივე ის მომენტი რომ პირველი პრეს-კონფერენცია, ერთ-ერთი ჟურნალისტი რო ეკითხება, რომ თქვენ ხომ 30 წლიანი პაუზა გაქვთ და კი რო პასუხობ. გემბლინგზე ხო იყავით შემჯდარი. ყველა ცოლი ვინც ყავდათ, ყველასთან ხო გაქორწინები დამთავრდა. კიდე უცებ სონის პრეს-კონფერენცია და ბრედ პიტის ძალიან ერთი ბიოგრაფია იყო. განან ბრედ პიტი არ მიყვარს, როგორც მსახიობი მიყვარს, მაგრამ ხავერი პარტემი უბრალოდ სხვანაირად მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ანუ დიდი საეკრანო დრო არ აქვს, აი ეგ არის მეორე ხარისხოვანი როლის სილამაზე ზოგჯერ და მნიშვნელობა. ის
მოკლე დრო რაც გაქვს, იქ უნდა გაანათო, ასე ვთქვათ და ეგ უფრო რთულია ხშირ შემთხვევაში, რომ ხშირ შემთხვევაში კი არა, ანუ ხო რეალურად ეგ უფრო რთულია, რომ რაღაც მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი აჩვენო ამ პერსონაჟის და რაღაცნაირად ანუ მეტად მიიყვანო მაყურებლის გულამდე და მაყურებლამდე ზოგადად. ხავიერი როგორც მაგარი მსახიობი, მაგრამ თვითონ პერსონაჟი, აი რომელიმე პერსონაჟის შეგიძლია თქვა რომ რა ტიპაჟია? არა, მე ხო როგორც კინოტიპაჟი კი რაღაც ეს სტანდარტი, მაგრამ აი როგორც პიროვნებად, ანუ არც ეს არ შემიძლია არანაირად და იმიტომ რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანიც არის დრამატურგიულად, მე დრამატურგიულად ცოტა ანუ ეგეთი ხარვეზები არის და მაგიტო ხო ტიპაჟი ნამდვილად არ ჩანს, მაგრამ როგორც მსახიობი, ანუ რაც მისცეს ის ხნარა. იმხელა ქარიზმა აქვს ამ ადამიანს და იმხელა presence აქვს ეკრანზე რო ჩდება, უბრალოდ შეუძლებელია რომ აი ესე არ უყურო შეუძლებელია, აი ჩემთვის შეუძლებელია. სულ 2 წუთი გავეჩნდეს ფილმში, მაგ ფილმს იმისთვის ვუყურებ, რომ ის 2 წუთი ვნახო. იმიტომ რომ ვიცი რომ აი მაქსიმუმს გააკეთებს და ძალიან მაგრა გააკეთებს. გეთანხმები ამ ხავიერის გენიაში, მიუხედავად იმისა თვითონ ფილმის დამოკიდებულება როგორი იყო თვითონ ამ პერსონაჟის მიმართ, მაგრამ არა მხოლოდ ამ პერსონაჟის მიმართ, თავარი ამბავი არის სონი. არც ეს რბოლა არ არის ნომერ პირველი საკითხი ფილმში დასმული, მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1 ქვია, მენტორი და მოსწავლე არ არის მთავარი საკითხი. ანუ მთავარი იმედგაცრუება პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგეთი ფილმები. აი ეს მენტორი მოსწავლე ძოება ახლა. ერთი შეხედვით არის სონიზე. მაგრამ მე რო ვკვირდები, მაგ ტიპზეც არ არის რა. თვითონ რაღაც მიზნები თითქოს რაც აქვს, პატარ-პატარა მიზნებიც რო ავიღოთ, ფილმი თვითონ მოდის წინააღმდეგობაში თავის თავთან. აი იგივე სონიზე რო ავიღოთ, როგორი ტიპაჟის ჩამოყალიბებას შევთანხმდით, რომ ძალიან პლაკატური ტიპაჟები არიან. რუბენი რო შემოდის და ამას რო სთავაზობს, უტოვებს ბილეთებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უმნიშვნელოვანის გადაწყვეტილებაა ცხოვრებისეულად მენტალური თვალსაზრისით არის, იმიტომ რომ ფლეშბექები არის სერიოზული იმ ამბავთან, რასაც რუბენი სთავაზობს და სანამ მივლენ მთლიანი პორტრეტის ჩამოყალიბებაზე, ბარმენს აჩერებს და უკვე რა ქალბატონო ასეთი და ასეთი სიტუაციაა და თქვენ რას იზავდით? What the fuck? ხო საერთოდ და რა იყო ეს? მაგით რო იწყება და ნუ ფილმიც მაგით რო მთავრდება, რომ ეს რომ ამბობს, რომ ფულზე არ არის და აბა რაზეა? აი ეგ არის ზუსტად რომ ფილმის თემატიკები შეგვიძლია ჩავსვათ, რომ ბოლაზე არ არის, სონიზე არ არის, აბა რაზეა? ის ხო არის რაღაც კვანძის შეკვრა და რაღაც სისტემა ხო არის ამერიკულ ჰოლივუდის ფილმებში, რომ აი მე-11 წუთზე ეს უნდა მოხდეს. მე მგონი მაგაშიც კი დაემთხვა. ანუ დაახლოებით მაგ მონაკვეთში იყო, ოღონდ აი ძალიან აი კვანძის შეკვრა ხო, ანუ მართლა ის არ არის ხოლმე რომ აი ვიღაცამ ზე გადაკრას და აი დაინახო რომ ზუსტად ამ მომენტში ხდება. ანუ ხშირად ეგ არის ხოლმე რაღაც ეპიზოდი და აქ იყო უბრალოდ ხო ძალიან აშკარად ანუ ორი სიტყვა თქვა და შეიძლება ფილმში ძალიან საზღვრობა არის ჩემთვის პირადად გაუსაძლესი არის ხოლმე ასეთი რაღაცების ყურება რომ რაღაც პრობლემები რაც არსებობს არის ძალიან ხელოვნურად შემოტანილი. ამ ფილმში რაც ჩანდა და თან ძალიან საშინელად იყო არის ფემინისტური საკითხი შემოსული. აი ცუდად გავხდი უბრალოდ სანამ ხვას ამოიღებდა ეს პერსონაჟი კეითი, აი იმედი მქონდა ბოლო წამამდე რომ იქნებ აი ეს ქალი ტექნიკური მენეჯერი, პირველი ქალი ინჟინერი, მანქანის ინჟინერი ფორმულა 1-ში და რაღაც და აი შეგიძლია კარგი რაღაც გააკეთო. არა. აი ულტრა მეგა საშინლად შებოსული მე ველოდი რომ კიდევ უფრო მეტად იყვირებდა ეს თემა და თუნდაც სიტყვიერად ბოლოსაც აი რუბენს და მაგას შორის ზერის გაცვლა გამოცვლა რო იყო და რუბენმა რო შეაქო ცოტა რუბენისგან ველოდებოდი რომ მეთქი ხა რამე ანუ იმას არ გაუსვას ხაზი სიტყვიერად რომ აი ქალია და შენ პირველი ქალი ხარ და შენ ეს შეძელი და რაღაც ანუ at least ზერით მოხდა მაგრამ ზერით და მაგაზეც ბადლობელი ვიყავი რაც აჩვენებს რამხელა ის წარმოდგენა მქონდა ამ ფილმზე ის დროს ასეთი შეცდომა დავარქვა მიზა ეს ასეთ შეცდომას თუ უშვებენ რეჟისორები მაშინ ყოჩ აღმაგას მithumetes ჰოლივუდში მაგრამ ესე იგი მიზანმიმართულია მაგრამ თან მიზანმიმართული თუ ასეთი რაღაცებია მაშინ ეგეც არ ვარგა სონი როდესაც ჯდება ტესტს რო გადის მანქანას რო ტესტავს ყველა რაღაც კომენტარს აკეთებს ამ ხალის კომენტარი არის რომ მანქანა შეიგრძენი და
თან იმას კი არ ეუნება თავისთვის ამბობს რა. ყველამ ხო რაღაცა თქვა და მოდი აბა ქალ პერსონაჟსაც ვათქმევინოთ რამე. მეგობრებო, უბრალოდ არ ათქმევინო, ან თუ ათქმევინებ რამე სასარგებლო ათქმევინო. ანუ ეგეთი რაღაცები გრძნობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხალი ხომ გრძნობია და ახსება. გრძნობი არის, არ არის, აი რაღაც, აი რაღაცა რომ უნდა ეთქვა. არა და არ იყო საჭირო რომ ეთქვა. ეს ერთ-ერთი სიტყვა იყო და ასევე ბოლო ნაწილში, როდესაც სონი იმარჯვებს, არის ასეთი კითხვა, რომ რას აკეთებს. სიმბაი მიიგებს აი ეს რომ არის აღბეჭდილი ყველა სახეზე და უცებ ეგეთი კითხვა ისმის, ანუ მანქანას ვერ ხედავთ. რას აკეთებს? მოლოდინი მქონდა რომ მეთქვა რა ჩერებს, ან იქნებ შეწყვიტა. ამ ქალის კომენტარი ის მიფრინავს. იმიტომ რომ ჯერ საერთოდ ანუ კეითი და სონის დიალოგი აივანს. მეტა ეგეც თუ იყო ტრეილერში. მე მგონი მთელი ფილმი უბრალოდ ტრეილერია. მე მგონი ჯერ არ გამოსულა. თვითონ აიმაზე ეგ დიალოგი რო იყო და რომ სონი რო ამბობს რაღაცა მაგ მომენტს ველოდებიო რომ გავფრინდეო და მე აქ რო სიტყვებით ამბობს. აი წარმოვიდგინე, ეხლა ცოტა ვინმემ შეიძლება ისქნას თუ ასეთი მაგარი ხარ შენ თვითონ გადაიღე ფილმიო, მაგრამ თუ შეიძლება. ყველა კინომოყვარულის worst nightmare არის ეგ რომ ვიღაცა ეუნება, ჯუკაია შენ გადაიღიება, მაგ ფრაზის გამოძახილი თუ უნდათ, ერთ-ერთი მარტივი თვითონ აი ეს ფრაზა რო გავიგონე, ეგრევე ავტომატურად წამოვიდა, რით შეიძლება ჩაინაცვლებინათ რა. კაი, დაეტოვებინათ დაუშვათ ის კითხვა, რომ რას აკეთებს. ანუ უბრალოდ რატო ეშინიათ სიჩუმის ასე ძლიერ. ზეთხედი უკნიდა რომ უყურებს მანქანა როგორ მიდის. მაგალითად slow motion-ით შეიძლებოდა ყოფილიყო აი ეგ მომენტი და ხო იცი რაღაც თქო დაგუბული ხმები რო ისმის ხოლმე. რომ აი ხალხის და აი მანქანების აი რო გაეკეთებინათ. ეგრევე წამოიღებდა ჩემი აზრით იმ ფრაზას რომ მინდა რომ ეს გაფრინა ვიგრძნო. არა სიტყვით უნდა ვთქვათ, რომ ის მიფრინავს. არა, არანაირი ემოცია, არანაირი შინაგანი განვითარება, არანაირი არაფერი. არანაირი არაფერი. იცი რატო არ ეხა ესე წყნა რა? იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ესე იქნებოდა როცა ფილმს ვთავდი. ეხლა რომ ჩვენ ძალიან კმაყოფილები ყოფილიყავით ამ ფილმით, აი მე ეს გამიკვირდებოდა ძალიან. ხო, დოზებსაც ხო აქ, იმიტომ რომ ეხლა იგივე რაც ვთქვი, გოგო. ჩეჩეტი ხო არ ხარ? თალთალი გა? იდე რა გჭირს ხო რა მოინა სუნი რეჟისორზე ვთქვათ მაშინ რეჟისორზე ვთქვათ ჯოზეფ კოსინსკი ეხლა აქ ყველაფერი რაც ჩამოთვალეთ ვისი ბრალი არის რეჟისორის ბრალი. საერთოდ არ მეცნობა მკაც სახელი და გვარი, მეთქი ვინ არის ხო უნდა ვიცოდე, იმიტომ რომ ისეთი ბიუჯეტიანი ფილმია, რომ საიდან არ მოყოლიყო მოსული. ფორმულა 1-ის დაკვეთილი ხო არ იყო თვითონ ანუ თვითონ ფილმი, იმიტომ რომ ჩარლზიც და ეს ძალიან გამიხარდა ჩარლზი და მაქსი რომ გამოჩნდნენ ეს. კი, ჰამილტონი არ გამოჩნდა ხო? ჰამილტონი გამოჩნდა, გეუბნებოდა. ჰამილტონი კი არ ყველანი ჰიმნების მოსმენის დროს იქ ვინც დგანა, ყველანი მრბოლები არიან. ჰამილტონი, იცი რომ მომენტში გამოჩნდა, ის ტაიმაუტი რო იყო, წითელი დროშა აღმართესო, 10 წუთიანი შესაძლებელი. რო გადმოდის. ისეთი სახე მეთქი ბატონო ჰამილტონ გამზევიშვილი. ბატონო შმამილტონო, ხომ არ გინდა სამსახიობო კარიერა დაიწყო და ჩემ ფილმში ითამაშო, სადაც რომ ჩვენ კამერებს გავწევდო ხოლმე ჩვენები. ხო, იმიტომ რომ ანუ იმათი თანხმობა რო არ ქონოდათ ეს თანხმობა ძალიან ბაღის ბავშვით რო ვთქვათ. ანუ ვერ გადაიხებდნენ ესე, ხო? და აშკარად ფორმულა 1-ის ანუ დაკვეთით. ხო, რეჟისორზე ვამბობთ. მოკლედ, გადავედი, ვნახულობ ამ კაცს შემოქმედებას და მავერიკი ეგრევე. მავერიკი, აბა გავიხსენოთ მავერიკის შინაარსი როგორ არის. გადამდგარი პილოტი, იჩითება ახალგაზრდებში, რომლებიც არიან ტუტუცები, გაუზდელები, ასეთები, ისეთები და მერთო ჩემო თავის დაუნებლიეთ ეს კაცი იჩითება ამათ მენტორად. მოგვიგონა მე მგონი რაღაც. ფორმულები ხომ ხო. გასაგები გახდა და იქაც მე მგონი იგივე შეცდომა. წელზე მოშიშორი ძალიან სექსუალური ბიჭები სანაპიროზე ხელბურთს თამაშობენ. ძალიან სასიამოვნო საცხერი იყო, კი ბატონო, ამას არავინ ამბობს. მოკლედ დავიღალეთ ბიჭი. გაძლევენ ხო ფულს? თუ შეიძლება. ბიუჯეტს არც ჩავხედე და არც box office, იმიტომ რომ უბრალოდ
ეროვნული მომუშლებოდა, ბლოკბასტერები მაგ ხრივე თან რობს მიშლის. ხო და აი ეგ არის ძალიან ცუდი რომ მე თითქოს მაყურებელს უნდა ქონდეს ასეთი დამოკიდებულება რომ აი ბლოკბასტერზე მივდივარ და რა უკეთეს რას უნდა ველოდო. არა, ბლოკბასტერები კლასიკა, კაი, ყველას რო თავი დაანებო, სპილბერგი, ანუ ბლოკბასტერების მასტერია, ფილმიც კი ნოლანის ბლოკბასტერები მაგარია, ნოლანის ბლოკბასტერების მასტერია. ჯეიმს კამერონი ტიპმა მელოდრამა გააბლოკბასტერა. შნო უნდა ყველაფერს, შნო. ხო და ანუ ეგ არ არის თავის გასასამართლებელი, რომ აი ბლოკბასტერია და ეხა კარგი ხო არ იქნება. იტი. რამჭის. რავი, ჯამების ხრი მაშინ ან ტექნიკურად მე მგონია რომ აი სირცხვილის კი არის რომ ეხა ტექნიკურად ამაზე რამე თქვა გასაგებია რომ ხმა ექნებოდა საოპერატორო ნამუშევარი მართლა ერთი ანუ Ford versus Ferrari ანუ იქ კარგი კადრებია ლამაზი კადრებია ძალიან თვითონ რბოლას რო თავი დავანებოთ ისეც ამ ფილმს ჩამონათვალში არის რომ სპორტული სპორტკარ ერთ-ერთი არის დრამა რაც ჟანრობრივად ეს ფილმი დრამა არ არის არანაირად და ეწერა ექშენი 100%-იანი ექშენი იყო და ოღონ ეს ფილმი იყო მარტო ექშენი რაც გააჩნდა ღირსება იყო მარტო ეგ და ეგეც ყველაფერი გამომდინარეობს მონტაჟიდან რა სწრაფი მონტაჟი რო იყო გაკეთებული საკვირველია მომეწონა მე ძალიან ხა ეგ მინდა აღნიშნო ბოლა ის უკვე კულმინაციური და ჯერ მე მგონი ჯოშუა ესე ანუ close-up-ია და ესე რო ატრიალებს საჭეს, ესე რო ტრიალდება საჭე ბრედ პიტის პერსონაჟია და ძალიან კაი ტრანზიშენი იყო ეგ. ამ ხელა ბიუჯეტი რო ეგეც რო არ გააკეთო, ანუ მონტაჟი მარტო ტექნიკური ის ხო არ არის შინაარსობრივად ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ უკვე ვახსენეთ რომ შინაარსობრივად არც მონტაჟი და არაფერი არ ადგება ფილმს, იმიტომ რომ თვითონ ფილმ ანუ არ აქვს სიუჟეტი ისეთი რასაც შეიძლება ისინი გამოადგეს. ეგეც რო არ ქონდეს რომ ტექნიკურად კადრები კარგად და რიტმში იყოს ერთმანეთს გადაბმული ან კამერა ფოკუსში იყოს, ამართო მიკროფონი ჩართული იყოს, განხელოსაც არანაირი აზრი არ ექნებოდა ალბათ. საქმე ისაა რომ ფილმი არის 2 საათს ნახევარი. ძალიან მალე გავიდა ეს დრო და ეს აბსოლუტურად არის მონტაჟის დამსახურება. როგორც ექშენმა მე მასი ამონა პირადად. ტემპი ძალიან კარგად შექმნა და ის სპორტი რომელიც არ შეულიქვონდა ამის საშუალებას აძლევდა ნამდვილად რაღაც Ford Ferrari ვახსენე, ესეც უნდა თქვა, რომ იქ კი რასაკვირველია რბოლის დროს განსაკუთრებით ასეთი ჩანართები არის და ტემპი იმ დროს მომატებული, მაგრამ თვითონ იმ ფილმს მაღალი ტემპი ზოგადად არ აქვს. იმიტომ რომ მხოლოდ რბოლაზე და ტრასაზე არ არის ორიენტირებული. ამბავს გიყვება ეს ფილმი. აქ ასე არ იყო და სწორედ იმიტომ რომ უფრო მეტად აინტერესებს ის რაც რბოლის დროს ხდება და უფრო რბოლა აინტერესებს, ბაზარი არ არის. გავშიფრე ხალხო, ფორმულა 1 თაკუთილი ფილმი თუა მაშინ ხო, მაშინ სწორად არის გაკეთებული. ანუ ძალიან არც სონის ამბავი აინტერესებს, არც იმის, არც ძალიან პლაკატურია, უბრალოდ ხო, ანუ ის აინტერესებს, რაც მე უნდა ვთქვა ეხა. ეს რაღაც თითქოს ბოლო ბიძგი იყო, რომ მართლა ანუ ჩავერთო და რაღაც დავსერჩო რაღაცეები, მართლა ანუ დამაინტერესა რა თვითონ ამ სპორტმა. ეხა გასაგებია. უბრალოდ ის არის, რომ მაშინ თვითონ მაშინ შეიძლება უბრალოდ რეკლამა რო დავუძახოთ და არა ფილმი. კი, ეგ უფრო სწორი იქნება. უბრალოდ მაშინ რო აკადრები, ტრეილერი, რეკლამა. მაშინ ეს რეჟისორს რაღაცეები არ უნდა დაეწყო და შუაგზაზე არ უნდა მიეტოვებინა. ხო, მაგრამ სხვანაირად მართლა რეკლამა გამოიწვია. არც ვიცი ეს პრინციპში ნამდვილად დაკვეთილია თუ არა. ერთი რაღაც უნდა თქვა, რომ სტატიები და პოსტები მხდებოდა რა, ახლა ხო მოდის დაჯილდოებების სეზონი და სინემატოგრაფიში ეწერა. რომ დიდი ალბათობით ეს ფილმი სინემატოგრაფიში იქნება ნომინირებული და ვოუ, რატო უნდა იყოს ვერ ხვდები? მაგაში ვერ წარმოვიდგენდი, ვიფიქრე რომ შეიძლება მონტაჟი ან ხმა. ჰამილტონი პროდიუსერი ყოფილა. კინოში კარგი საყურებელი იქნებოდა. ხო, დიდ ეკრანზე ექნებოდა ეფექტი. ეს არის გადაღებული. 2025 წლის ფილმების სეზონის სინერსით გავხსენით, დაგვიწერეთ, რომელი ფილმები განვიხილოთ. ხო, ეხლა კაი რაღაცები გამოდის და გამოგვიწერეთ. გამოგვიწერეთ და ავე ჩვენი რაღაცა იქნება.